ჰაგის პროკურორი მესამე სექტორს და სახალხო დამცველს შეხვდა ორგანიზაციების წარმომადგენლებს, რომლებმაც 2008 წლის რუსული აგრესიის შემდეგ სპეციალური ანგარიში მოამზადეს და 7 წლის წინ ჰაგაში გაგზავნეს. არასამთავრობოების ინფორმაციით, ამ ეტაპზე შეთანხმდნენ გეგმაზე, რა ფორმით ითანამშრომლებენ გამოძიებასთან. მათი განცხადებით, ეს არის პირველი შემთხვევა, როცა გამოძიება არააფრიკულ ქვეყანაში მომხდარ ფაქტზე იწყება და მეორე მხარე რუსეთია. გიორგი ფუტკარაძე ჩაგორთვება პირდაპირ ეთერში. გიორგი, გაკეთა თუ არა პირველი კომენტარები? თამარ 2 საათიანი შეხვედრა ამ წუთებში დასრულდა, თუმცა კომენტარები არ გაკეთებულა. ფატუბენ სუდამ სასტუმრო ჰოლიდეინი დატოვა და ის გაემგზავრა უკვე პრესკონფერენციაზე. 1 საათში შემაჯამებელ პრესკონფერენციას გამართავს პროკურორი, რაც შეეხება არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს, რომლებიც აქ იმყოფებოდნენ. ჯერჯერობით არ ჩამოსულან ჟურნალისტებთან და არანაირი განცხადება არ გაუკეთებიათ. ზოგადად ჩვენ ვიცით, რომ საუბარი შეეხო იმ ანგარიშს, რომელიც არასამთავრობოებმა წარადგინეს და იმ სარჩელს, რომელიც სწორედ მესამე სექტორს ეკუთვნის ჰაგის სასამართლოში. რაც შეეხება უშუალოდ ბენსუდას განცხადებას, მან შესვლამდე მოკლედ ისაუბრა ჟურნალისტებთან შეხვედრის მიზანზე და განაცხადა, რომ ის მიაწვდის ინფორმაციას ასევე დაზარალებულ მოქალაქეებს, რომლებიც აქ იმყოფებოდნენ, თუ რა ფორმით უნდა მიმართონ ჰაგის პროკურორს უახლოესი 30 დღის განმავლობაში. თავარია სამოქალაქო საზოგადოებასთან საუბარი, მით უფრო თუ არიან წარმოდგენილი მსხვერპლის სამართლებრივი წარმომადგენლები, ან თავად მსხვერპლნი, რათა მათ სათანადო ინფორმაცია მივაწოდოთ მსხვერპლის უფლებების შესახებ თვით გამოხატვის თაობაზე. თავარია, რომ აქვს მოსამართლის ნებართვა, გარკვეული დროის განმავლობაში შესაძლებლობა მექნება ღრმად ჩავიხედო საკითხებში და გამოვიძიო. სასაუბრო თემებზე ასევე ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა სახალხო დამცველმა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელთა ნაწილმა. ისინი ამბობენ, რომ მნიშვნელოვანია ჰაგის პროკურორს მიეწოდოს ზუსტი ინფორმაცია იმისათვის, რომ სამომავლოდ გამოძიებამ დაადგინოს ობიექტური ჭეშმარიტება. ძირითადი ინფორმაცია არის მოძიებული არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ. შესაბამისად მოხდება საუბარი იმ დოკუმენტაციაზე, რომელიც წინა წლებში იყო წარდგენილი. გარდა ამისა, სახალხო დამცველის აპარატში არის გარკვეულ საქმეებზე საუბარი, არის კონკრეტული ინფორმაციები, დოკუმენტაცია, რომელიც ეხება კონკრეტ დაზარალებული მოსახლეობის უფლებებს და ჩვენ რა თქმა უნდა ამ ინფორმაციას მივაწვდით უშუალოდ პროკურორს და სამართლის სასამართლოს. ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი არის, რომ დადასტურდეს ქართველების ეთნიკური წმენდა არა მარტო ოსი სამხედროების მიერ, არამედ რუსეთის პასუხისმგებლობა ამ საკითხში და ის აღნიშნავს, რომ ცხინვალის რეგიონი იმ დროს იმყოფებოდა მთლიანი კონტროლის ქვეშ რუსეთის, ამიტომ ეს იქნება ყველაზე დიდი გამოწვევა და აქვე ცალკე გამოწვევა იქნება რუსი პოლიტიკოსების პასუხისმგებლობის საკითხი. ასეთია მესამე სექტორის მოსაზრებები, რომელიც ფატუბენ სუდასთან შეხვედრამდე გაკეთდა, რაც შეეხება უშუალოდ შემდგომ კომენტარებს და შემაჯამებელ პრესკონფერენციას. საათზე ნაკლები დრო რჩება, ჩვენ უკვე მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში შემოგთავაზებთ მთავარ გზავნილებს ჰაგის პროკურორი, რასაც გააჟღერებს. დიდი მადლობა, ეს იყო გიორგი ფუტკარაძე.